სამი ფაქტორი, რაც ახლა ხელს უშლის შენს ცხოვრებას. ამ მომენტში რა გაფერხებს? სამი რამ, რაც გაფერხებს ყველაზე მეტად. პირველ რიგში ეს არის, როდესაც შენი ყოველდღიურობა იმდენად მიეჩვია შენ ყოველდღიურ რუტინას, წასვლას უნივერსიტეტში, სკოლაში, სამსახურში, სასწავლებელში. ეს გახდა შენი კომფორტის ზონა და არ გინდა ცვლილებები. თუნდაც სამსახურის სფეროში არ გინდა რომ უფრო მეტად გამოავლინო საკუთარი თავი. ანუ ამბიციების დაკარგვა. აქ არის რაც იქნება. მოდი მე მივყვები ამ სტაბილურობას, რაც მაქვს, ზედმეტი აღარ მინდა. რაც არის, ის არის. ესე რომ ვთქვა. პირველი ფაქტორი ეს არის, რომელიც გაფერხებთ. მეორე ფაქტორი ეს არის ის, როდესაც განსაკუთრებულად ეხებათ მშობლებს. მშობლებო, ანუ იმდენად მიაჩვეთ თქვენი შვილები, ესე რომ ვთქვათ, რომ ყველაფერს აკეთებთ მათ სანაცვლოდ, მათ ნაცვლად თქვენ სწავლობთ, ცეკვავთ, მღერით, ვითარდებით და ასე შემდეგ. არა და არა. ახლა რომ პრობლემები გაქვთ შვილებთან, კარგად ჩაიხედეთ ღრმად თქვენს გულში. იმიტომ რომ სადღაც თქვენი დაშვებული შეცდომა ხომ არ არის, რადგანაც ადამიანი, შვილი არის ცალკეული პიროვნება და მას უნდა მისცეთ ამის საშუალება, რომ თვითონ რეალიზდეს, დაუშვას შეცდომები, იფიქროს, დაეცეს, წამოდგება, კარგი თუ ცუდი. თქვენ უნდა ამოუდგეთ, უნდა მისცეთ მაგალითი, მაგრამ გაითვალისწინეთ, მის ნაცვლად თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. ვიღაცა კი პირიქით. კონცენტრირებული არის საკუთარ ეგოზე, მიღწევებზე, ზედმეტად გადაშვებული ხართ მატერიალურ სამყაროში, ზედმეტად ფიქრობთ მატერიაზე, მეტი ფული, მეტი დიდება, მეტი ძალაუფლება. გესმით? და ამან არ დაგაკარგინოთ ის საყრდენი და ის სტაბილურობა, რაც ახლა გაქვთ. ასევე ნაკადიდან მოდის ინფორმაცია, ვინც დიდი ხნის მანძილზე ნერვიულობს ორსულობასთან დაკავშირებით, როდესაც მოეშვები. აი სრული კონცენტრაცია როცა არ გექნება მაგაზე, სწორედ მაშინ მოხდება. ხოლო შენ, ვისაც გონია რომ არ შექმნი ოჯახს, რომ გონია რომ შენ ცხოვრებაში არ მოვა სერიოზული ადამიანი, ხო? რას აკეთებ ამისათვის? ანუ იმპულსს არ იყენებ, სამყარო, საპირისპირო სქესი. ანუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ხო, ვისთვის როგორ? გაძლევენ ამ იმპულსს, მაგრამ შენ რას აკეთებ? იკეტები. ყოლაც ცუდია, ეს ასეთია, ეს ისეთია. ეს არ მინდა, ის არ მინდა. აი ესე თუ გააგრძელებ, კი, დარჩები მარტო. და თუ ბევრს იფიქრებ მესამე ადამიანზე, ხო, შენ, რო გელანდება, რომ ყოველ პარასკევს შენი შეყვარებული ხან იქეთ გაძვრება, ხან აქეთ გაძვრება, ან შენი მეუღლე. თუ არ შეცვლი ამას, ეს იქნება შემოფერხებელი ფაქტორი, შენი ფიქრები. შეგახსენებთ, ეს არის საჯარო გზავნილი, თუ გინდა რომ შენზე იყოს მორგებული, ჩაეწერე პირად კონსულტაციაზე. ან დღეს 9:00 ნახევარზე, ჩემს TikTok page-ზე გავალ პირდაპირ ჩართვით, სადაც შეგეძლება დამისვა შეკითხვა და მიიღო პასუხი. ასევე შეგახსენებთ, რომ იანვრისათვის, განსაკუთრებულად 1 იანვრისათვის, უძლიერესი რიტუალებისთვის შეგიძლიათ ჩაეწეროთ, ავიყვან 5 ადამიანს, ოღონდ მომწერეთ მხოლოდ მათ, ვინც ხართ მზად იმისათვის, რომ შეცვალოთ ჭეშმარიტად თქვენი ცხოვრება, ვინც ხართ მოწედინებული ამისთვის. მოკლედ, საჯარო გაშლებისთვის, წმენდებისთვის, რიტუალებისთვის და ასე შემდეგ, თუ გნებავთ პირადში შემომეხმიანეთ. წარმატებული დღე. სტუპაი.